ვარ სანდრო ვოლქვაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში, ხატვა და ფანდურზე დაკვირვა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 9 თვეა ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელი არის გიორგი ბახავა და თორნიკე ბურკაძე. უფრო მხიარულია გიორგი მასწავლებელი. თორნიკე მასწავლებელი უფრო სერიოზულია და მომთხოვნი. ისე ორივე ძალიან კარგი მასწავლებელია. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე. მეკარეობა იმიტომ მომინდა, რომ მე ვიღებ უფრო დიდ პასუხისმგებლობას და როცა ბურთს ხელში ვიჭერ, ტას მიკრავენ და ეს მსიამოვნებს. ყველაზე კარგად გამომდის ჯარიმის აღება. შედარებით მიზნდება ერთ-ერთზე გამოსვლა. უკვე ორჯერ მქონდა შეჯიბრება. ორჯერ ვეთამაშეთ დინამო თბილისს. ორივე თამაშიც ვითამაშე ძალიან კარგად, მაგრამ მე არ ვიყავი დამარცხების ღირს. სხვას არ ვაბრალებ, მაგრამ წაგება ჩემი გუნდელების ბრალი იყო. კარგ პასებს ვერ აკეთებდნენ და ბურთს ფეხში კარგად ვერ იღებდნენ. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა სწრაფი რეაქცია. ამოსასწორებელი მაქვს ნახტომები. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია და საყვარელი გუნდი ბაიერნი. 2 წლის ვიყავი ბურთს რო დავსდებიდი და მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ ბიზნესმენი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. ჩემი აკადემია იქნება ვესტ ჯორჯია, გადავალ მანჩესტერ უნაიტედში, პრაიმი მექნება ბარსელონაში და დავასრულებ კარიერას ბაიერნში. კარიერის დასრულების დროს ვიქნები 41 წლის. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ მყავს კარგი კლასელები და კარგი დამრიგებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ირაკლი ახალაძე. ყველაზე მშვიდია დემეტრე შარაშიძე. ყველაზე ცელქია გაბრიელ მარზონიანი. ყველაზე ბედნიერი მგონია თომა ჯანგველაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. შეყვარებული არ მყავს და არასდროს არ მეყოლება. იმიტომ რომ ძალიან მომთხოვნებიანია და მაგარი თავი არ მაქვს. ბევრი ყურადღება უნდა მიაქციო მათ. არ ვაპირებ, მაგრამ თუ ცოლს მოვიყვან, ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქვევ ნიკოს და მარიამს. ჩემ ცოლს დავარქვევ ნიას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ლია ზოიძე, იმიტომ რომ ის არის ლამაზი, გულკეთილი და სულ გვეხუტება. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. თავიდან მიჭირდა, მაგრამ შემდეგ ფიგურების ხატვა გამიადვილდა და ასე ვისწავლა ხატვა. ახლა ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ადამიანებს და ფიგურებს. ყველაზე რთულია ადამიანის სახის დახატვა. ადვილია ადამიანის სხეულის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ეს არის გოგოშკური ფერი და მე არ მიყვარს. არ მომწონს. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იღირდეს მილიონი და მუზეუმში იყოს შენახული. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარები გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ისეთ პატარებს, რომლებსაც საჭმელი არ აქვთ. პირადად ჩემთვის ვიყენდი დიდ გემს. ამ გემს დავარქმევდი გემი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანს. სახლში ვცხოვრობთ 4-ნი, მე, დედა, ჩემი და მამა. კიდე მინდა მყავდეს 2 უფროსი ძმა. ჩემი დაიკო არის 3 წლის და ჰქვია ნინა. ის არის ლამაზი, ცელქი, ნერვების მომშლელი და ტირალა. ნერვებს მიშლის, როცა ხელში რაღაც მაქვს და მართმევს. კიდევ როცა ვხატავ და მოდის და ნახატს მიფუჭებს. ჩემი აზრით ნინა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი, კარგი მამიკო მყავს და კიდე არის გულკეთილი. ბევრი კარგი თვისება აქვს და მე მყავს. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და კარგი დიასახლისი. კარგი დიასახლისი, იმიტომ მგონია, რომ ჩვენზე ზრუნავს, კარგად ალაგებს და კარგად ამზადებს საჭმელს. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგ ნიზლავზე, როცა მოსშებული ვარ, შემიძლია შევჭამო
16 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 15. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ლოტა აურზაურეს ქუჩიდან. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და საყვარელი ფილმია სამეფო კარის თამაშები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ომზე. ამ წიგნში მე ვიქნებოდი მეფე. ჩემი ჰობია ფანდურზე დაკვრა. პირველად როცა დავინახე დიდი მამინდა როგორ უკრავდა ფანდურს, ამის შემდეგ მომინდა მეც დაკვრა. ეს ფანდური ახლაც სახლში მაქვს და ჩემიც ვსწავლობ. ძალიან ძნელია, მაგრამ გამომდის. ფანდურის გარდა კიდე მინდა უკრავდე ჭიპონზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველაზე მაღლა და დიდზე გადავხდებოდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი გაბრიელ ყვავაძესთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი, ძალიან კარგი მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 21 წლის რო გავხდები, ვიყიდი თეთრ BMW M4 GT3-ს. ბედნიერება არის კარგი ოჯახი, ფანდურზე დაკვრა, ფეხბურთის თამაში და დედას ჩახურდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.